პირველ რიგში ხაზ გავუსვამ იმას, რომ აი ეს აღმკვეთი ღონისძიება, რაც მზიას წინააღმდეგ გამოიყენება, არის სრულიად არაპროპორციული. არავინ დღეს საქართველოში ციხეში არ ზის იმის გამო, რომ ვინმე სილა გააცნა. მესმის, რომ ამაზე გამოძიება იყოს დაწყებული, მაგრამ ამას პატიმრობა არ ჭირდება. ეს ერთი. მეორე. სამაგიეროდ მზიას წინააღმდეგ ძალიან სერიოზული დანაშაულები აქვს ჩადენილი პოლიციას, დამამცირებელი მოპყრობა და არაადამიანური მოპყრობა და აი ამ საქმეზე გამოძიება არ მიდის. მზიას არ აქვს დაზარალებული სტატუსი მინიჭებული და ადვოკატებმა ისიც არ იციან რამე კეთდება თუ არა. გარდა ამისა, ხვალ არის მე-18 დღე იქნება ხვალ მზიას შიმშილობის. მე-18 დღე, როგორც ექიმები გეუბნებიან, არის ძალიან კრიზისული პერიოდი, როდესაც ადამიანის სხვადასხვა ორგანოებში შეიძლება დაიწყოს უკვე კოლაფსიც კი, იმის მიხედვით თუ როგორი ჯანმრთელობა აქვს ადამიანს, ამიტომ დღითი დღე მძიმდება ეს მდგომარეობა და ამიტომ აუცილებელია რომ მზია იყოს გათავისუფლებული და აუცილებლად აღნიშნოთ რომ მზიას გარდა კიდევ 53 სინდისის პატიმარია ამ ქვეყანაში, რომელიც მხოლოდ იმიტომ არის ციხეში, რომ არიან პატრიოტები და იბრძვიან თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის.